ამაზე საგადასახადო ორგანო. იგი იძახის, რომ მას შეეძლო მე-18 მუხლის გამოყენება და რატომაც არ უნდა გამოეყენებინა. მოდით ასე გავაკეთოთ. მოდით ვნახოთ, შეეძლოთ თუ არა მათ მე-18 მუხლის გამოყენება, მაშინ როდესაც არსებობდა სპეციალური ნორმა. მე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება საქართველოს უზენაესი სამსახურის პრაქტიკაზე, რომელიც ძალიან მკაფიოდ და არაორაზროვნად, ასე ვთქვათ, ასაბუთებს აღნიშნულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე ნომერი 3B927-24. 3B927-14. 2014 წლის 9 ნოემბრის საქმე სააპელაციო სასამართლოს, რომელიც შემდგომ ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ, ამბობს რას. უბრალოდ მეორე საქმეზე მინდა ციტატა მოვიყვანო, ბოდის გიხდით, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საქმე BS-612-590 K-13. ეს არის 2014 წლის 4 იანვრის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ, რამდენად დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა. რაც თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა დადგენა შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება დასაბუთებულობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გამოიყენა მე-18 მუხლი და საერთოდ უგულებელყო ის 5 კრიტერიუმი, OECD-ის გაიდლაინები, მინისტრის ბრძანება, რა ქვია, შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ყველაფერი ეს აბსოლუტურად შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო და გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ საწარმოებს შორის საბაზრო განაკვეთის დადგენის პრინციპი მე-18 მუხლი. ამაზე მას პასუხი არ გაუწია. შესაბამისად, თუ იგი თვლის, რომ მას გააჩნდა დისკრეცია, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მას არ გააჩნია დისკრეცია, რატომ? ნორმატიული აქტების შესახებ კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ მე-7 მუხლის მერვე პუნქტის თანახმად თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებს შორის, თუ კი წარმოიშობა კოლიზია, თუ ამ შემთხვევაში აქვს ადგილი კოლიზიას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება უფრო ახალი და უფრო სპეციალური ნორმა. ერთიც არის და მეორეც. უფრო ახალიც არის 126-129 მუხლები, უფრო სპეციალურიც არის, ვინაიდან კონკრეტულად არეგულირებს ტრანსფერ პრაისინგის საკითხებს. და მეორე, სამართლის ზოგადი პრინციპი, სამართლის ნორმების კოლიზიისას ლექს სპეციალის ყველა მრიცით ცხადია, როდესაც სპეციალური ნორმა გამოიყენება ურთიერთობის რეგულირებისაზე, მას უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია გააჩნიათ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგადასახადოს არ ჰქონდა დისკრეციის გამოყენების უფლებამოსილება, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათ ჰქონდათ ასეთი დისკრეციის გამოყენების უფლებამოსილება და შეეძლოთ სპეციალური ნორმა არ გამოეყენებინათ ზოგადი ნორმის სასარგებლოდ, ასეთ შემთხვევაში, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, და ეს ჩვენ ამის შესახებ ბევრი საქმე მოვიძიეთ, არაერთი ადმინისტრაციულ პალატას ამის შესახებ ბევრგან აქვს ნამსჯელი, მათ ეს დისკრეცია კარგად უნდა დაესაბუთებინათ. და პირველ რიგში, აქ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის პრინციპი. ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეცია არ უნდა გამოიყენოს გადამხდების საზიანოდ ამ შემთხვევაში. ანუ თუ მათ გააჩნიათ დისკრეცია, მათ არ შეუძლიათ ეს დისკრეცია მხოლოდ და მხოლოდ იმისით გამოიყენონ, რომ დაზიანდეს გადამხდელი. მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები საამისოდ, ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესი და ასე შემდეგ. რა შემდგომარეობს ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი, რომ მეტი გადასახადი გადაახტევინო მხარეს, როცა მას არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა სპეციალური ნორმების მიხედვით. დაგვისაბუთონ ეს დისკრეცია იქნება ძალიან საინტერესო მათი მოსმენა ამ შემთხვევაში. შემდეგ, საგადასახადო ორგანო თავის გადაწყვეტილებაში დაობდა იმის შესახებ, რომ PricewaterhouseCoopers's დასკვნა მას მიაჩნია არასწორად. რატო? იმიტომ რომ საგადასახადოს მიაჩნია, რომ PricewaterhouseCoopersმა არასწორი, ასე ვთქვათ, კრიტერიუმები გამოიყენა საზომად.
ნუ ერთი რომ ძალიან ასე ვთქვათ შეუსაბამო და არათანმიმდევრულია საგადასახადოს პოზიცია ამ შემთხვევაში, რადგან ერთ შემთხვევაში თვითონ საერთოდ არ იყენებს არანაირ კრიტერიუმს და უბრალოდ მე ზოგადი ნაწილით გადის გარკვეულ შედეგამდე. და მეორეს მხრივ ედავება მსოფლიოს დიდი 4-ეულის ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიას იმაში, რომ თურმე მას არ სწორია კრიტერიუმების კარგად გამოყენება. მოდით კიდევ ვნახოთ, რომელია მართალი ამ შემთხვევაში. რას ამბობს საგადასახადო? საგადასახადო ამბობს, რომ რადგან PwC-ის რეპორტში გამოყენებულია მაგალითი გადახდის უნარო კომპანიების, ასეთ შემთხვევაში ეს შესადარისი კრიტერიუმი არის არასწორი და ამიტომ მათი რეპორტის ამ ნაწილში გამოყენება არის დაუშვებელი. ნახოთ, რას ამბობს კონკრეტულად მოქმედი ნორმები. იგივე OECD-ის გაიდლაინები. ამ ნორმების თანახმად პირდაპირ არის მითითებული და არ მხოლოდ ეს ნორმები, მოდით ბრძანება რას ამბობს ვნახოთ. 423 ბრძანება მინისტრის ამბობს, რომ თუ საქართველოს საგადასახადო ნორმებით ესე იგი, ეს წამი ბოდიში 3.65 მითითება, ექტოს მითითება ამბობს, რომ თუ მხოლოდ ზარალიანი კომპანიების გამოყენება მეთოდოლოგიაში არ გამორიცხავს ამ მეთოდის სანდოობას და რატომ? ანუ თუ კომპანიები აკმაყოფილებენ შედარების მეთოდოლოგიას, არ უნდა გამოირიცხონ შესაძლებელი სიდიდე მხოლოდ იმიტომ, რომ ზარალიანები არიან. ანუ PricewaterhouseCoopers ჰქონდა სრული საფუძველი არ გამოერიცხა კომპანიები მეთოდოლოგიიდან, თუ ისინი სხვა კრიტერიუმებითაც არ იყვნენ არაშესადარისი. ამ შემთხვევაში ჩვენ მიუხედავად ყველაფრის მაინც გადავთვალეთ და გავითვალისწინეთ საგადასახადოს ასეთი შეშფოთება გადახდის უნარო კომპანიების მითითებით და აქ უკვე ემსტენია მეუღლის ამის შესახებ რა შედეგამდე მივედით, ამ შემთხვევაში მივედით ანალოგიურ შედეგამდე. ანუ იგივე, როდესაც მოხდა ამ მეთოდების მიხედვით შედარება საბაზრო ჩვეულებრივ ასე ვთქვათ ტრანზაქციებში გაშლილი ხელის პრინციპით, arm's length პრინციპით, როცა ნახეს ედარებოდა თუ არა ჯორჯ მანგანესა და ხელმანს შორის განხორციელებული ტრანზაქციები ბაზარზე არსებულ ტრანზაქციებს, როგორც PricewaterhouseCoopers-მა, ისევე Ernst & Young-მა ძალიან დეტალური ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ გამოყენებული მეთოდოლოგია, გამოყენებული ფასები აბსოლუტურად შეესაბამებოდა საბაზრო ფასებს და საბაზრო პრინციპებს. და სწორედ ამაზე მინდა ახლა გადავწე სიტყვა ჩვენს და საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით ცხადია, რა გამოიყენა საგადასახადომ. ანუ რის მიხედვით დაითვალა, რომ თქვა რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში და ასე შემდეგ, ირანში თურმე ყოფილა სხვა ფასები. აიღო საგადასახადომ და გამოიყენა სხვა გადამხდელის დოკუმენტაცია და სხვა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვნახოთ, შეეძლოთ თუ არა მათ გამოეყენებინათ ასეთი ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რომ არ შეეძლოთ და არა მხოლოდ ჩვენ ვთვლით, არამედ ამ შემთხვევაში თვითონ საგადასახადო ორგანოებიც ამის შესახებ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული და შესაბამის მითითებებში აღნიშნულია. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ ფასის დასადგენად გამოყენებული ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოების შესახებ ნორმის თანახმად 39 მუხლის საგადასახადო საიდუმლოებას შეეხება, მათ უბრალოდ ეკრძალებოდათ ამ ინფორმაციის სხვისთვის გადაცემა, ეს ერთი და არ გადმოგვცეს კიდეც დასაწყისში ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა და უკვე ადმინისტრაციულადაც კი შეუძლებელი იყო ამ ინფორმაციის გამოშვება და გადამხდელი მოკლებული იყო საშუალებას უბრალოდ ეპასუხა კიდეც ამ ინფორმაციაზე, ანუ ენახა ნამდვილად განხორციელებული იყო თუ არა ეს ტრანზაქციები, თუ რა მოცულობის ტრანზაქციები იყო განხორციელებული და ასე შემდეგ. თუ მივაქცევთ ტრანზაქციების მოცულობასაც, ყურადღებას აქ ძირითადად არის ძალიან მცირე მოცულობებზე საუბარი, ანუ ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ ახლა საბითუმო და საცალო ვაჭრობას შორის არის განსხვავება ფასებში და მით უმეტეს, როდესაც ისეთ
კორუფციულ ბაზრებზეა ლაპარაკი, რომელიც სამაგალითოდ იყო აღებული საგადასახადოს მიერ და კიდე სხვა მოცულობებზე, საერთოდ რა თქმა უნდა გარღვევა მიიღეს ციფრებში და ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ მეთოდოლოგია აბსოლუტურად არასწორი გამოიყენეს, საერთოდ არ მიიღეს მხედველობაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შესაბამისად გამოიტანეს ის დასკვნა, რომელიც გამოიტანეს და რომელიც სრულად ცდება რეალობას, როგორც ჩვენს მიერ წარმოქმნილი დოკუმენტაციის დასტურდება. აქვე დავამატებდი ერთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ცალსახად არის ჩანაწერი ცალკე, ასე ვთქვათ, მუხლიანი იმის შესახებ, რომ ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებს იქნება ეს გადასახადის გადამხდელი თუ საგადასახადო ორგანო, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საიმედო. და დაუშვებელია, ცალსახად დაუშვებელია ეგრეთ წოდებული საგადასახადო საიდუმლო ისეთი ინფორმაციის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს საგადასახადო კოდექსის 29 პუნქტის თანახმად. კერძოდ ეს არის ინფორმაცია სხვა გადასახადის გადამხდელის ტრანზაქციების შესახებ, ფასების შესახებ, თუ როგორ აწარმოებენ ისინი თავიანთ ოპერაციებს და ასე შემდეგ. ცხადია, ჯორჯენ მანგანეს ვერ ექნებოდა ამ პირობებში ესეთ ინფორმაციაზე ცდომა და ესეთი ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთებაც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც ჩვენ კანონმდებლობას, ისე ზოგადად პრინციპებს, საერთაშორისო პრინციპებს, საერთაშორისო ტრანზაქციების შეფასებისთვის. აი, ამაზე კონკრეტულად ციტირებას მოვახდენ, თვითონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც მათ განუსაზღვრავს მოქმედების ფარგლებს, ამბობს შემდეგს, ეს არის მეთოდური მითითებების 26-ე მუხლი, რომელიც ამბობს შემდეგს, უსამართლო იქნებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ კორექტირების განხორციელება საგადასახადო კოდექსის 127 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების შესახებ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ანუ პირდაპირ აქვს მითითება იმის შესახებ, რომ მათ უნდა გამოეყენებინათ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. მით უფრო რომ ასეთი ინფორმაცია შეიძლებოდა ხელმისაწვდომი გამხდარიყო, თუ ისინი მოითხოვდნენ ყოველ შემთხვევაში მცირე ძალისხმევას მიმართავდნენ ამასთან დაკავშირებით. შეგვიძლია გადავიდეთ ამ ჩვენ მოვამზადეთ ასე ვთქვათ ალტერნატიული ანგარიში, რომელიც წარმოგიდგინეთ და მოკლედ მოგახსენებს რა მეთოდოლოგიით მოვახდინეთ ამის შეფასება და რა გარემოებები გამოვხმარეთ. ან როგორც კეთი მოგახსენათ, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასებისთვის არის განსაზღვრული სულ 5 მეთოდი. აქედან აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი პირველი მეთოდი, ეს არის შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი, ადგენს უშუალოდ გარიგების ფასს. დანარჩენი 4 მეთოდი მიმართულია მოგებიანობის განსაზღვრაზე ამ ფასნამაზზე და იმის დასადგენად, რამდენად არის ის საბაზრო. პირობითად, როდესაც ვაფასებთ ტრანზაქციას ოპერაციის სუფთა მოგების მარგის მეთოდით, აქვს უდარდება ჩვენ შემოწმებული კომპანიის მოგებიანობა ოპერაციიდან ამავე ინდუსტრიაში იგივე საქმიანობით დაკავებული, ან მსგავსი საქმიანობით დაკავებული კომპანიების მოგებიანობას. თუ მოგება შესამოწმებელი კომპანიის არის დაბალი, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლირებული ოპერაციის ფასი არ არის საბაზრო და ის უნდა დაკორექტირდეს საბაზრო დიაპაზონის შესაბამისად. შესაბამისად, თუ არის მაღალი, ვთქვათ, ქართულ საწარმოაჩვენებს ესეთ მონაცემს, ეს ჩვენ საქართველოს დასაბეჭდი ბაზისთვის შეიძლება არ გქონდეს პრობლემას, მაგრამ ვთქვათ, თუ იგივეს განახორციელებს ამ შემთხვევაში ამერიკის საგადასახადო ორგანო, ეს მისთვის შეიძლება იყოს პრობლემატური. ანუ ჩვენ შევაფასეთ ოპერაციები როგორც შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდით, კონკრეტულად ჩვენ შევაფასეთ სილიკონ-მანგანუმის პროდუქცია მეთოდით, ასევე შევაფასეთ მოგებიანობა როგორც ქართული საწარმოსი, ოპერაციის სუფთა მოგების მარჯის მეთოდით, ისევე უცხოური ხარის, ანუ ტრეიდერის, ამ შემთხვევაში Fellman ტრეიდინგის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკა არავალდებულებს არც გადასახადის გადამხდელს, არც საგადასახადო ორგანოს გამოიყენოს რამდენიმე მეთოდი შეფასებისთვის, ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში იყო, რომ ასე ვთქვათ, ყველა შესაძლო თეორიული და პრაქტიკული საშუალებით შეგვემოწმებინა, ხომ არ ხდება ერთის მხრივ, ვთქვათ, საქართველოში
დასაბეჭდი ბაზის შემცირება და თქვათ მეორეს რა ხდება ეს კონტრაგენტ სახელმწიფოში, მოდით ესე ვთქვათ, ანუ ის მხარე რამდენად გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად აწარმოებს თავის ტრანზაქციებს. მოკლედ მოგიყვებით თქვათ მეთოდოლოგიას, იმიტომ რომ არ ვიცი რომ მე მეორე მხარესაც გქონდეს კითხვები ან ჩვენ უკვე მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა, თქვათ ის შენიშვნები იყოთ მოსაძლებები, რაც დაფიქსირდა საგადასახადო აქტში და აღმოგვექვა ეს ასე ვთქვათ შენიშვნები, რაზეც მათ პრეტენზია ჰქონდათ. პირველი იყო ეს მეთოდოლოგია, გაკრიტიკებული იყო PricewaterhouseCoopers რეპორტში გამოყენებული მეთოდოლოგია. ამიტომ ჩვენ შევაფასებთ ოპერაციები უპირატესი მეთოდით, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით მე რომ ვუხდით ფინანსთა მინისტრს არის უპირატესი მეთოდი და შედარებით დამოკიდებული ფასის მეთოდი. რა ვქენით ამის? ანუ ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო მონაცემთა ბაზა, რომელიც ახდენს ფასების კოტირებას სილიკომანგანეზის პროდუქციაზე ამერიკის ბაზარზე. თუ ეს არის სააგენტო Ryan Snow. ეს სააგენტო არის საკმაოდ სანდო და ფართოდ გამოიყენება მეტალურგიის ინდუსტრიაში მხარეებს შორის თავიანთი ტრანზაქციების ფასების ასე ვთქვათ კოტირებულ საორიენტაციო ფასების ასაღებად. ეს სააგენტო მუშაობს შემდეგნაირად, ის კვირაში ორჯერ აფიქსირებს შემდგარ გარიგებებს კონკრეტულ რეგიონში, ამ შემთხვევაში ეს არის ამერიკის რეგიონი და შემდგარი გარიგებების ასე ვთქვათ ანალიზის შედეგად აქვეყნებს მომდევნო 30-45 დღის ფასს, ანუ ეს არის სპოტური გარიგებები ამერიკის ბაზარზე. ამ სააგენტოს იმის დასადასტურებლად, რომ ეს სააგენტო ფართოდ გამოიყენება და არის საიმედო, რომ არის რამდენიმე ასე ვთქვათ ჩვენს ანგარიშში მოყვანილი ამის მაგალითი და არის შესაბამისი რესურსიც, ასევე ეს ფუნქციონალებში ინტერნეტში შეიძლება ის ინახოს. ამ მონაცემს იყენებს არაერთი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტოები, მათ შორის გეოლოგიური სახელმწიფო და რომელიც ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემს აქვეყნებს მინერალების, თქვათ ეს წარმოება იქნება მოხმარება, იმპორტი თუ ექსპორტი და ზოგადად ანალიზს აკეთებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე მსოფლიო მასშტაბის ამ ინდუსტრიაში და ციტირებს ხშირად ამ სააგენტოს მონაცემებს, როგორც ვთქვათ, ფასთან მიმართებაში, ისევე ტენდენციებთან მიმართებაში, როცა ფასგულისხმობთ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თუ ავიღებთ ამ ექტოს სახელმძღვანელო მითითებებს, ქართულად მე მგონი რამდენიმე ეგზემპლარია და გვერდოთ ჩვენ წილად. ეს არის ეკონომიური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ექტოს, OECD-ის სახელმძღვანელო მითითებები. ქართულად თარგმნილი, დიახ. ასევე ცალკე თავი დაემატა ამ სახელმძღვანელო მითითებებს რამდენიმე თვის წინ BEPS-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოც არის შეერთებული, ყოველ შემთხვევაში მონაწილეობს, არ არის OECD-ის წევრი ქვეყანა, მაგრამ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ იზიარებს ამ რეკომენდაციებს და იმ პრინციპებს, რაც ინერგება მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით და ერთ-ერთი დამატებული თავი, ეს არის მეორე თავში გადასინჯული თავი, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული ფართო მოხმარების საქონლის შეფასებას. ინგლისურად commodity products. ფართო მოხმარების საქონელი, ეს არის ის საქონელი, რომელზეც არსებობს კოტირებული ფასი. ხოლო კოტირებული ფასი განიმარტება როგორც ფასი, რომელიც დადგენილია ან შიდა, ან საერთაშორისო ბირჟაზე, ან დადგენილია საერთაშორისო საფასო სააგენტოების მიერ, ანუ ფასთა ინდექსი, რომელიც გამოიყენება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მხარეების მიერ, რომელსაც აქვეყნებს აღნიშნული სააგენტოები. მოთხოვნა არის, რომ ეს უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული სააგენტო და ის უნდა იყოს გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სააგენტო Ryan Snow-ი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და დავერყნենք სწორედ მის მიერ გამოქვეყნებულ ფასებს. რა ფასები ავიღეთ? ჩვენ შევამოწმეთ სილიკომანგანუმის ფასები და შევარჩიეთ ისეთი ფასის ინდექსები, რომელიც თავისი შემადგენლობით, ანუ ეს სააგენტო აქვეყნებს პროდუქციის ფასებს მისი სილიციუმის და მანგანუმის შემცველობის მიხედვით. პირობითად 65-70%, ანუ ჩვენ ავიღეთ ის კოტირებები, ფასის ინდექსი, რომელიც შეესაბამება ხარისხით
იმ პროდუქციას, რომელიც არის განხილვის საგანი ამ ჩვენს ანალიზში. მეორე, ჩვენ ავიღეთ ის პერიოდი, რომელიც ემთხვევა ფაქტიურად მიწოდებიდან ერთი თვით ადრე საშუალო ფასი ავიღეთ. აქაც მიხელმძღვანელი ისევე ექთოს ასე ვთქვათ OECD-ის რეკომენდაციით, რომელიც იცავდა თუ მხარებს აქვთ განსაზღვრული ესეთი შეთანხმება, შესაძლებელია პერიოდი იყოს ანაბანდის მაქსიმალურად არის ფაქტიურ ტრანზაქციის პერიოდთან მიახლოებული. ეს არის დასაშუალებული ერთი თვის ფასი. შემდგომ ჩვენ შევიტანეთ შესწორება ტრანსპორტირებაზე. Rice Note აქვეყნებს ფასებს, როგორც ვიხარით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მომხდარი ტრანზაქციების შესახებ და ამ ფასების კოტირების პირობა არის თვითგატანა საწყობთან. ანუ იმ კოტირებს რო ავიღოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ფასი, რომ ყიდველი მივიდეს ამერიკაში საწყობში, ის ამ ფასად იყიდის ამ პროდუქტს. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? მიწოდება ხდება ფოთში ამ ბათუმში, ჯორჯიან მანგანესის მიერ, ხოლო ტრანსპორტირება ხდება მისი ურთიერთდაკავშირებული მხარის მიერ ამერიკაში, რომელიც შემდგომ ახდენს ამ პროდუქციის რეალიზაციას საბოლოო მომხმარებლებზე, რომლებიც არიან მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფები მოქცეული ამერიკის რეგიონში. შესაბამისად, ჩვენ რომ გაგვეგო რამდენად შეესაბამება ეს ფასი, ჩვენ ავიღეთ ბაზისად კოტირებული ფასი და გამოვაკელით მას ის ტრანსპორტირების ხარჯი, რაც ღირს თბილისიდან ამერიკამდე ტრანსპორტირება. ანუ ამის უკან რა ლოგიკაა, ხო? ანუ ჩვენ თუ ვიძახით, რომ ეს არის საბაზრო ფასი ამერიკაში, საქართველოში ამის ფასი იქნება ამ ფასს გამოკლებული ხარჯი. ანუ პირობითად რო არ ყოლოდა ტრეიდერი ჯორჯიან მანგანეს და თვითონ თავისი ძალისხმევით რომ წაეღო ეს პროდუქცია და გაეყიდა ამერიკაში, ის თავის რაღაც გარკვეულ თვითღირებულებას პროდუქციის დაამატებდა ტრანსპორტირების ხარჯს და ჩაიტანდა ამერიკაში. ტრანსპორტირების ხარჯების შესახებ ინფორმაცია ან ბაზისად ავიღეთ ინვოისები, რომელსაც ტრეიდერი იღებს მესამე მხარე ფორვარდერებისგან. ანუ მას როცა მიაქვს ეს პროდუქცია, ის თვითონ არ არის ტრანსპორტირების კომპანია, ანუ ეს ფრახტი იქნება, ლოჯისტიკა იქნება, გადმოტვირთვა იქნება თუ სხვა მოსაკრებელი, რასაც ის აი ამ გზაში იხდის, ეს ფასი, ანუ ტრანსპორტირების ხარჯის ბაზისად ავიღეთ სწორედ ეს ფასი. ამის შემდეგ გავითვალისწინეთ ის ფასდაკლებები, რაც არის დიდ მოცულობებზე, ანუ ჩვენ შევისწავლეთ ხელშეკრულებები, ბოტანიკისა და ინგლისურ ენაზე, ეს არის უშუალოდ საბოლოო მომხმარებელს დიდ მოცულობაზე რა დისკაუნტი ეცემა და ესე განსაკუთრებით საბაზრო ფასი, ასე ვთქვათ, საქართველოში. იყო თუ არა სხვაობა იყო მცირე, შეადგინა 170 თლიან პერიოდზე 179,850 დოლარი და 39 ცენტი. ანუ დიდ შემთხვევაში ესეთი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ ძირითადად თუ ავიღეთ თლიან მოცულობას რა და თანხობრივად რაც შემოწმდა, ხო ეს არის რაღაც 0,00% თლიანი გარიგების, ხო მოცულობის სხვაობა, რაც მივიღეთ. შესაბამისად ჩვენ დავასკვენით, რომ ფასები სილიკონმანგანულის გაყიდვის შემთხვევაში არ იყო გაბერილი და შესაბამებოდა საბაზრო პრინციპს. ამბაც ჩვენ არ გავჩერდით, ანუ ჩვენ შემდგომ ეტაპზე, ასე ვთქვათ, გამამტკიცებელი ანალიზი ჩავატარეთ, შევამოწმეთ მოგებიანობა როგორც უცხოური ტრეიდერის, ისე ქართული საწარმოს. დავიწყებთ ჯერ ქართული საწარმოდან და მოგახსენებთ რა შენიშვნები გავითვალისწინეთ, რაც ჰქონდა, რამდენად გავიზიარეთ ერთი საკითხია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ. ესე იგი, დავიწყებთ ჯორჯიან მანგანესის მოგებიანობის შეფასებიდან და რა მეთოდოლოგიით მოვახდინეთ ამის შეფასება. პირველი, ჩვენ არ აგვიდგა საიდუმლო ინფორმაცია, ჩვენ ვიმართეთ საყოველთაო ფართოდ გამოყენებულ ბაზას, ეს არის ამადეუსი, ეს არის ბიურო ვან დეიკის მიერ შემუშავებული ბაზა, რომელიც მოიცავს ათობით მილიონ კომპანიაზე ინფორმაციას, მათ ფინანსურ მონაცემებზე, თვითონ საგადასახადო ორგანო იყო ამ ბაზის შესყიდვის პროცესში და ალბათ უკვე იმედი მაქვს, რომ იყიდა და შემდგომში შეძლებს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ამ ტრანზაქციის შეფასებას. მოკლედ, ჩვენ გამოვიყენეთ სწორედ ეს ამადეუსის ბაზა, კრიტერიუმი იყო შემდეგი.
ჩვენ შევარჩიეთ კომპანიები, რომლებიც ერთის მხრივ არიან დაკავებულები სამთო-მომპოვებელი სამუშაოებით და მეორეს მხრივ არიან ჩართული მეტალურგიულ პროცესში და აწარმოებენ შენადნობებს. აქ ჩვენ გავასწავლეთ ორი ელემენტი. წარმოებას რაც შეეხება. ანუ ჩვენ დავიღეთ მხოლოდ ისეთი წარმოება, რომელიც არ არის მეორადი, ანუ რომელიც არ აწარმოებს ჯართისგან, არ აწარმოებს გადადნობას არ ახდენს, ასე ვთქვათ, მეორადი მასალის და ისე არ აკეთებს შენადნობს, იმიტომ რომ შენადნობი შეიძლება იყოს როგორც ფერადი ლითონის, ისე შავი ლითონის და პროცესი განსხვავებულია. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საწარმოო პროცესი ყოფილიყო მსგავსი ჩვენს მიერ შემოწმებული კომპანიისა. ასევე ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ თვითონ პროცესუალურად შავი და ფეროშენადნობის წარმოება ხშირ შემთხვევაში იდენტური, ანუ შედარებადია და ამასაც თქვენ ნახავთ ჩვენს დოკუმენტში, ეს არის თვითონ ევროკომისიის ეგრეთ წოდებული საუკეთესო პრაქტიკები, ხო, ფერადი და შავი ლითონების წარმოების, სადაც შედარებულია ეს პროცესები, ანუ თუ ვინმე დაინტერესდება, არის რესურსი ამ დოკუმენტის შეიძლება იქნას შესწავლილი. ჩვენ შევარჩიეთ საქმიანობის კოდები, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება იმ ორ კომპონენტს, რისგანაც შედგება ეკონომიკური საქმიანობა ჯორჯენ მანგანეს, ეს არის მოპოვება, ერთის მხრივ მეორეს მხრივ წარმოება. ჩვენ ნახეთ ლითონის მადნის, შევარჩიეთ ლითონის მადნის საქმიანობის კოდი, ფერადი ლითონების მადნის მოპოვება, ასევე თქვათ ძირითადი ლითონების წარმოება და შენადნობების მაქსიმალურად ავარჩიეთ ის საქმიანობის კოდები, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება, ანუ ითვლება ამ საქმიანობის, ასე ვთქვათ, აღმრიცხველად. ასევე გამოვიყენეთ დამოუკიდებლობის კრიტერიუმი, გამოვირიცხეთ ყველა ის კომპანია, რომელიც 25%-ზე მეტ წელს ფლობდა საწარმოში, რომ გამოგვერიცხა ის ფაქტი, რომ იმ კომპანიებსაც ჩვენ ნახავდით, იმათაც ხომ არ აქვს კონტროლირებული ტრანზაქციები. აი პირობითად ჩვენ რო აგვიღო შესაძარისად რომელიმე დიდი ჰოლდინგი, დიდი ალბათობაა, რომ ესეთი კომპანია ყოფილიყო ვერტიკალურად ინტეგრირებული, ანუ თვითონ აწარმოებს და თვითონაც ყავს ტრეიდერი და მისი მოგება შესაბამისად არის კონტროლირებული, რომ ის არ არის საფასრო. ეს რისკი რო აგვეცილებინა თავიდან 25%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობის მქონე კომპანია გამოირიცხა, ასევე გამოირიცხა სახელმწიფო მონაწილეობით მქონე, სახელმწიფო ფონდების მონაწილეობით მქონე, ასევე ისეთი კომპანიები, რომელსაც ყავს შვილობილი საწარმოები 25%-ზე მეტი. გეოგრაფიულ კრიტერიუმად შევარჩიეთ ევროპა, ასევე უკრაინა და რუსეთი დავამატეთ, რადგან მაინც შესაძარის ბაზრად ითვლება ჩვენს რეგიონთან. ამის შემდეგ ჩვენ ავიღეთ დასავლეთ ევროპა, ავიღეთ აღმოსავლეთ ევროპა და დავამატეთ, ასე ვთქვათ, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა. აი ეს ცალკე სამი ქვეყნის მონაცემთა ბაზა ცალკე დავამატეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს კვლევას. სულ ნახეთ 2377 კომპანია და შემდგომ ეტაპზე ამ კომპანიების, ასე ვთქვათ, როგორც ხელით შემოწმებას ვეძახით, ასევე ვთქვათ, მათი ფინანსური მონაცემების შემოწმება მოვახდინეთ. ძალიან დეტალებში არ ჩავალ, მოგიყვებით იმ ძირითად კრიტერიუმებს, რითიც გავაკეთეთ ეს. პირველი, გავითვალისწინეთ საგადასახადოს, ვთქვათ, ის პრეტენზია, რომ სარალიანი კომპანიები არ უნდა იქნეს შერჩეული, თუმცა მთლიანად ეს ყველა წელზე არ გავავრცელეთ, ჩვენ ავიღეთ ესეთი მიდგომა, რომ კომპანია, რომელიც 2 წელზე მეტი, რომელსაც ჰქონდა ზარალი, 4 წლიდან 2 წელზე მეტი თუ ჰქონდა ზარალი, ჩვენ ესეთი კომპანია გამოვირიცხეთ. თუ დაინტერესდება შემდგომ მხარი ან არ ვიცი ვინმე, ჩვენ გვაქვს ანუ ჩვენი სამუშაო ვერსია, ძირითადი ფეროშენადნობი საწარმოები, უნდა გითხრათ, რომ შესაძარისი ძალიან ბევრი ამ კრიტერიუმით გამოირიცხა ჩვენი შემდგომი ანალიზიდან. ასევე გავიარეთ და შევამოწმეთ ყველა კომპანია თავისი ფინანსური შედეგით, ვებსაიტებით, გადაგვემოწმა, ხომ არ არის ბაზარში სხვა ინფორმაცია, მაგრამ სინამდვილეში ის სხვა რამეს ხომ არ აკეთებს.
და გარდა ამისა, დამატებითი ბაზების მეშვეობით გადავამოწმეთ მათი დამოუკიდებლობა. ეს არის ბაზა OneSource და Spark. ანუ საკმაოდ წელი კვლევა გავაკეთეს, სულ დაგჭირ. ბატონო? არა, ეს არის სპეციალური ბაზები. ანუ ეს არის OneSource ქვია და Spark-ი ხელმისაწვდომია ეს ბაზები, შეგხავს. ეს არის საჯარო ინფორმაცია დამფუძნებლებზე გროვდება მსგავს ბაზებში. სულ დაგჭირთ 11 კომპანია, ყველას წაკითხვას და აღწერას არის ეს მოცემული ჩვენს რეპორტში, ძირითადად არის თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი. და ამ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით დავთვალეთ საბაზრო დიაპაზონის საოპერაციო ფასნამატი მთლიან ხარჯებზე. ანუ ჩვენ ვნახეთ ფასნამატი რა არის საბაზრო დიაპაზონი ფასნამატის და რამდენს ამატებენ ესეთი კომპანიები თავიანთ მთლიან ხარჯებს და რა მოგებას ნახულობენ სუფთა მოგებას და რამდენს ამატებს ჯორჯიან მაკარნესი. კიდე დავამატებდი გამორჩა ზარალიან საწარმოებზე. ჩვენ სპეციალურად ჩავთეთ ჩვენი ანგარიშის პირველ ნაწილში მოკლე მიმოხილვა როგორც ჯორჯიან მაკარნესის საქმიანობის, ისევე ინდუსტრიის ზოგადად და რა ტენდენციები ფიქსირდებოდა 2012-14 წლებში. და აი მაგალითისთვის გეტყვით, აი ეს ძალიან გადასამოწმებელი ინფორმაცია აქვს ამერიკის სახელმწიფო სააგენტოს გადამოწმებადია და დაყრდნობით არის ასე ვთქვათ ინკორპორირებული ჩვენს რეპორტში. ბევრი ქვეყანა ევროპაში, როგორც არის იტალია, ნორვეგია, სლოვაკეთი, ესპანეთი, უკრაინა, მაკედონია, წარმოება ესეთ ქვეყნებში 12-13 წელს ან შეწყდა საერთოდ, ან მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს განპირობებული იყო ორი ძირითადი ფაქტორით. პირველი, ეს არის ელექტროენერგიაზე გაზრდილი ხარჯი და ამის გამო განახევდა თითქმის წარმოება სლოვაკეთში, ესპანეთში საგრძნობლად იკლო, ნორვეგიაში და ასევე დაბალი ფასები უკვე გამავალ პროდუქციაზე. შესაბამისად, ესეთ გარემოში ყველა ესეთი კომპანიის ძირითადი მიზანი არის, რომ ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას მაქსიმალური მოგებით და არ წავიდეს ზარალზე. ეს ამ ტენდენციის გათვალისწინებით ჩვენ არ გამოვრიცხეთ ყველა ზარალიანი კომპანია. არ იქნებოდა სწორ რომ გამოგვერიცხა ისეთი კომპანია, რომელსაც 1 წელს ჰქონდა ზარალი. ამიტომ ჩვენ ესეთი დავტოვეთ, მაგრამ თუ მას 2 წელი ან მეტი ჰქონდა ზარალი, ის გამოვრიცხა. ანუ ამას ვაზუსტებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა. რა მივიღეთ შედეგად? შედეგად მივიღეთ ის, რომ საშუალო შეწონილი საბაზრო დიაპაზონი არის 0.7-დან 6.51%-მდე. წლების მიხედვით რომ ნახოთ, ჯორჯიან მაკარნესის უკაცრავად ტრეიდერის იმას უყურებ უკაცრავად. ეს არის 1.62-დან 5.38%-მდე, ეს არის საშუალო შეწონილი. მაშინ, როდესაც ჯორჯიან მაკარნესის იგივე მაჩვენებელი არის 4.96%, ეს არის აუდირებულ ფინანსურ მონაცემებზე დაყრდნობით მოცემული ინფორმაცია, ხოლო წლების მიხედვით, როდესაც არ ვიცი ეს დეტალებში მინდათ ჩასვლა თუ ანუ დასკვნა არის რომ კომპანიის შედეგი ვარდება საბაზრო დიაპაზონში. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ, რომ არ ხდება გასაბეჭდი ბაზის შემცირება საქართველოში და შესაბამისად არ იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებას. იგივე დასკვნა ჩავატარეთ ამერიკული მხარისთვის, უკვე ამერიკული რეგიონისთვის შექმნილი სპეციალური ბაზის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ასევე რამდენიმე საინფორმაციო ბაზას. ავიღეთ ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ანუ გეტყვით, ყველა ბაზა არის შემდეგნაირად მოწყობილი საინფორმაციო ბაზები. მაგალითად, ბაზა ამადეუსი, რომელსაც ვიმსჯერე, მას აქვს ვერსია ევროპისთვის, რომელიც ფარავს ევროპის რეგიონს, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი მოცულობით არის ინფორმაცია, ანუ ეს არის ამ რეგიონში მოქმედი ყველა კომპანიების ფინანსური ინფორმაცია წარმოედგინეთ. არის ცალკე აზიის რეგიონისთვის, არის ცალკე ამერიკის რეგიონისთვის, ანუ რამდენიმე
ამის არათავსებადი ერთ მონაცემთა ბაზაში დიდი მონაცემების გამო, მოცულობისა გამო. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, თვითონ საგადასახადო ორგანოებიც, არის ბაზები, რომელიც აერთიანებს ყველა რეგიონს. ამ შემთხვევაში ჩვენ ევროპის რეგიონის ჩვენი კომპანიის პრაქტიკა არის ვიყენებთ ამადეუსის ბაზას, ამერიკის რეგიონისთვის ვიყენებთ არის ესეთი ორიანა, მოიცეთ აი გეტყვით თუ გინდათ არის ჩამონათვალი ზუსტად როგორ მონაცემთა ბაზებს აერთიანებს. ეს მონაცემთა ბაზები გამოიყენება ფართოდ სატრანსფერო ფასტრანსფერის ინდუსტრიაში, როგორც საგადასახადო ორგანოების მიერ, ისე კომპანიების მიერ. შერჩეულ იქნა 5 კომპანია და აქაც შედეგი იყო, რომ ხელმან ტრეიდინგის მოგება ან ექცეოდა საბაზრო დიაპაზონში, ან მასზე დაბალია. 2013 წელს კომპანიამ დაასრულა ზარალით, მისი შედეგი საოპერაციო მარჟა არის -3.15% და შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობიდან, ჩვენი გადმოსახედიდან ეს არ იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებას საქართველოს ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს კომპანია მის მოგებიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსგავსი კომპანიები გენერირებენ მოგებას ამ ინდუსტრიაში. ეს იყო 2013 წელს, 12 და 14 წელი უტოლდება მინიმალურ ან ქვედა ზღვარს. ანუ აქაც არ ქონდა სახეზე, ასე ვთქვათ, მოგების გაზრდის ან გადაჭარბებული მოგების გენერირებას კომპანიის მხრიდან. ეს არის მოკლედ რა ანალიზიც ჩავატარეთ. ყველა მასალა და წყარო მოცემული არის, ცალკე მოყვება დისკი, სადაც არის Ryan Snow-ების ფასების კოტირება იმ პერიოდზე და მეთოდოლოგია Excel-ის ფაილშიც და ისიც ჩართული. შეიძლება უბრალოდ დავამატებ ცირეულს. აქ აღსანიშნავია ეს გარემოება, რომ საგადასახადო ერთის მხრივ ცდილობს თავი აარიდოს ასოძმეებზე მუხლთან დაკავშირებულ მსჯელობას, გადადის მე-18 მუხლში და იძახის, რომ მე შემიძლია მე-18 მუხლით ხელმძღვანელო და შესაბამისად გამოვიყენო ნებისმიერი დაფარველი ინფორმაცია, მაგრამ მომდევნო დროს იცის რა, რომ ესე არ გამოვა, საქმე მაინც შემოდის ასოძმეებზე მუხლთან დაკავშირებით მსჯელობაში. აქ საგულისხმოა ის, რომ თუ ჩვენ წავალთ, როგორც აღნიშნეთ მე-18 მუხლთან დაკავშირებით, ხო, აქ ძალიან მარტივად და გასაგებად წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ ბაზრების შედარებით ობასთან დაკავშირებით, ანუ მისი ვალდებულება საგადასახადო სრულნაირად, თქვა ამერიკის ბაზარი და შესაძარისი ბაზარი, შესაძარისი ორდენობებით და ისე დაესაბუთებინა, რომ ჩვენ შემთხვევაში როგორც ჯორჯია მანგანა შეეძლო გაიყიდა, თქვა უფრო მაღალ ფასად ამერიკაში და ეს უნდა დაესაბუთებია, რაც ვერ გააკეთა. მეორე შემთხვევაში მან უნდა წარმოედგინა ყოველ შემთხვევაში ანალოგიური კვლევა, იმიტომ რომ იმისათვის რომ დაარიცხო კომპანიას რაღაც გადასახადი, შესაბამისი კვლევა უნდა წარმოადგინა და ეს ვალდებულება მას გააჩნია და მან უნდა თქვას კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ხარვეზი იმ დასკვნისა, რომელზეც მსჯელობაში იგი შემოჰყვა და რეალურად გვეუბნება, რომ რაღაცეებში ხარვეზს ხედავს. ჩვენ მინდა აღვნიშნო, რომ საგულისხმოა ეს გარემოება, რომ გავითვალისწინეთ ყველა ის ხარვეზი, და პრეტენზია, რომელიც დაუსაბუთებლად გააჩნდა საგადასახადო ორგანოს და ამის გათვალისწინებით შედეგები არ შეცვლა, შედეგი შეიცვალა 119,000 მასშტაბით, რაც კი ბატონო ვაღიარებთ მაგას, მაგრამ ეს არ არის ის მასშტაბი, რაზეც საგადასახადოსა ესე ვთქვათ პრეტენზიები და რის გამოც ათეულობით მილიონი ლარი დაარიცხა კომპანიას. ამიტომ აქ ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ საგადასახადო ორგანოს გაუქმების პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ თვითონ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. იგი არც ერთ შემთხვევაში აქაც არ ასაბუთებს რატომ 18 მუხლი, რატო 126 მუხლი და პრეტენზია ამ დასკვნებთან დაკავშირებით და ალტერნატიული პრეტენზია, რაც კიდევ უფრო მთავარია, მან უნდა წარმოედგინა ის მსჯელობა და ის დასკვნები, რაც ახლა გააკეთა, ესე ვთქვათ, ერთ შემთხვევაში ერთადიანობა და პრაქტიკული ხავს მათ. ანალოგიური კვლევა უნდა ჩაეტარებია, რაც რასაკვირველია მას არ ჩაუტარებია და სამწუხაროდ გვაქვს შედეგი, რაც გვაქვს. რეალურად ეს ბაზები არ არის რაღაცა ინტერნეტში, ასე ვთქვათ, ჩაყრილი ინფორმაცია კი არ არის.
რეალურად საქართველოს კანონმდებლობა ტრანსფერ-ოპერატორის სპეციალური ნორმები ეს 126-129, იმიტომ რომ 18 მუხლი, რომელიც საგადასახადო გამოიყენა და რომელსაც დააკორექტირა ფასი, 18 მუხლი ამბობს, რომ ბაზარზე იდენტური საქონლების გაყიდვა, როცა ხდება ურთიერთ არადაკავშირებულსა არადამოკიდებულებს შორის, აი იგივე ფასი უნდა გამოიყენოს საგადასახადო ნიშნებისთვის კონტროლირებადი ოპერაციის დროსო, მაგრამ არა კონკრეტულად 18 მუხლი რა არის ბაზარი. ამიტომ ზოგადად ეს 18 მუხლი კი ბატონო ძალიან რელევანტურია თუ გარიგება ხდება ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს შორის საქართველოს ბაზარზე. მაგრამ სპეციალური 126-129 მუხლები არის ზუსტად იმიტომ, რომ ის გულისხმობს საერთაშორისო ელემენტს, როცა გარიგება ორ ქვეყანას შორის ხდება. ეხლა ტრანსფერ-ოპერაციების მიზნებისთვის ეს ბაზები რეალურად ეს OECD-ის გაიდლაინები ახსნეს კოლეგებმა, რომ რეალურად გადმოტანილია საქართველოს კანონმდებლობაში 126-129 მუხლები კოპირებულია და 423 ძალიან პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ ხელმძღვანელობთ OECD-ის გაიდლაინები და თუ რამე აქ არასაკმარისად არის სახელმძღვანელო მითხოვებში მიმართეთ OECD-ის გაიდლაინებს. და შესაბამისად OECD-ის გაიდლაინებით ეს ბაზა შექმნილია, ეს პარალელი რო გავავლოთ, ბატონოს მაგალითად პარალელი, აი როგორც უზენაესი სასამართლოს განმარტებები არის შესაძლებლობა სავალდებულო და ბაზაში ვეცეთ უზენაესი სასამართლოს ბაზაში და არა სხვაგან დაუშვათ. არა ინტერნეტში ამ ბაზაში შევდივართ, ესეთივე არის ეს ამადეუსის ბაზა, რომ ტრანსფერ-პრაისინგის ფასები თუ ვინმეს უნდა რომ მოიწიოს, შედის ამ ბაზაში და არა ინტერნეტში დაუშვათ. ასე რომ ეს ბაზები აგერ ისევე სანდოწყარო და აუცილებელი წყარო, როცა ტრანსფერ-პრაისინგი ხდება შეფასება და არ დაუშვათ ის საექსპორტო მონაცემები, როგორც საგადასახადო მაიყო, საგადასახადო დაგააკეთა. ანუ რეალურად რას ამბობს ეს OECD-ის გაიდლაინები? ბაზრის ფასზე რაში ხდება მანიპულირება ამ ფასით. თუ ბაზრის მოთამაშეებმა იციან ტრანსპარენტული ინფორმაცია, გამჭვირვალეა და იციან, რომ სადღაც სხვა ფასი არსებობს. თუ რაღაც დახურული ინფორმაცია, ეხლა ვიღაცა თუ რაღაცა საიდუმლოდ აკეთებს, მე ვერ მოვახდენ ამით მანიპულირებას ჩემი აზრით, ესე იგი მე რაღაც დამოუკიდებელი რაციონალური მიზნებით ხელმძღვანელობ და საგადასახადო მაიყო რა მონაცემები, აიღო საექსპორტო მონაცემები, რაღაც საბაჟო დეკლარაციები, ანუ დახურული ინფორმაცია, რომელიც გააჩნია მას როგორც საგადასახადო ორგანოს, როგორც პრივილეგირებულ ადმინისტრაციულ ორგანოს და რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბაზაში ეს ინფორმაცია არ მოიცით და ეს გამომართული ეს ინფორმაცია რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მოდი დავუშვათ, რომ არ გვაქვს რაღაც ესეთი რესურსი, ჩავთვალოთ, რომ გვაქვს რაღაცა ვირტუალური რესურსი, სადაც შეგვიძლია რომ ნახოთ ესეთი ინფორმაცია. გამოყენებული წყარო და გამოყენებული მონაცემები მაინც არ არის სწორი, იქიდან გამომდინარე, რომ აღებულია გასაყიდი ფასი სწორედ არა ამერიკაში, არამედ სხვა ბაზარზე. აი როგორც მე გიხსნით პირველ მეთოდს, რომელიც გამოვიყენეთ, რომ ამერიკის გასაყიდი ფასი უკან გადმოვთვალეთ ტრანსპორტირების ხარჯების გამოკლებით და ყველა სხვა ელემენტის, დაახლოებით იგივე მცდელობა არის გაკეთებული, მე ესე ვხვდები, უბრალოდ აღებულია ერთი საიდუმლო ინფორმაცია, მაგრამ რომ არ ყოფილიყო საიდუმლო ინფორმაცია, არის აღებული. ანუ რეალურად საბოლოო მომხმარებელი რა სიხდის ამ საქონელში, უკრაინაში, ირანში, რუსეთში და ის არის უკან გადმოთვლილი ტრანსპორტირების ხარჯების გამოკლებით. მე ესე ვხვდები, ბოლომდე ვერ გავიგე როგორ შეაფასეს, მაგრამ ნუ წარმოდგენა დაახლოებით ესეთი შემდგომ. ორი კომენტარი. პირველი კომენტარი ეხება შემდეგს, რომ ამერიკის ცნობილია საგადასახადო შემოქმედება აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ რიგ წლებში არსებობდა 126-129 მუხლები, რომელიც წარმოადგენს ძირითადი კანონის ან კოდექსის ნორმებს, მაგრამ არ არსებობდა კანონქვემდებარე ამ შესაბამისი ინსტრუქცია და შესაბამისად 126-129 მუხლების გამოყენება, აი სატრანსპორტო ფასტრამოქმნის მუხლების გამოყენება შეუძლებელი იყო ამ წლებში კიდევ ევროპის ინსტრუქციის ევროპაში ინსტრუქცია გასცა შემდგომ 2013 წელს და ეს პრაქტიკაც გახდა ასე ვთქვათ აქტიური. მივაჩნია, რომ ეს შეფასება საფუძველს მოყოლებულია, ნუ ორი გარემოების გამო, ვიდრე ძირითად დოკუმენტში აქვს ეს მუხლები და მისი ამოყენება შესაძლებელი იყო და ეს რომ შესაძლებელი იყო, ამაზე ეთქოს პრაქტიკა, ვინ და საგადასახადო ორგანო იცის, რომ ინსტრუქციის არარსებობის პირობებშიაც კი ხელების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო თავის შეფასებას აფორმებს და სწორედ ამ 126-129 მუხლებს და იყენებდა რას? იყენებდა აი ამ EDGOS guidelines
შემდგომ ინსტრუქცია ეთბოს გაიდლაინების მიხედვით შეიქმნა. ის არაფერი ახალი არ არის, უბრალოდ ეთბოს გაიდლაინები მაგურტილად მოიგო ჩვენს რეალობას. და მეორე აქვე ალბათ ეგეთი მეორე აქვე დავამატებდი ამ თემას, რომ ეს შეფასება იმ წლებთან მიმართებაში ინსტრუქცია არ არსებობდა, ვაკეთ და მაშინ ინსტრუქცია უკვე არსებობდა. ანუ ვაკეთ და 2009 წელს ინსტრუქცია არსებობდა და ეს სიტუაციები მაგონებს ეგეთ რაღაცას, რომ მაშინ როდესაც კი არის კალკულატორი გამოგონებული, ჩვენ ხვალ ვიცი რა კალკულატორი მაშინ არ არსებობდა და მოდი ჩვენ შეკრება გამოკლება ამათი კულტურირებას თუ კეთებ ძალიან. ისევ ჩვეულებრივი საანგარიშოთი გავაკეთოთ, არ გამოვიდეთ დაფუძნილი ინსტრუმენტი და ბოლო კომენტარი არ არსებითი კომენტარი არის ჩემი კოლეგები და ყველანი ახსენებდნენ ერსტენიაკს, მე მინდა თქვა ერსტენიაკი როგორც ასეთი აღარ არსებობს, სოციალია ფუნქციონირებს როგორც UI, მათ შორის UI საქართველოში. ამ ბოლო ნორმასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, ცხადია ეს არის საპროცესო ნორმები და დაუშვებელია ანუ ასე ვთქვათ ნორმის გამოყენების ინსტრუქცია მოარგო იმ პერიოდის, როდესაც ვთქვათ რომელ პერიოდსაც ანგარიშობდა, არა იმ პერიოდს, როდესაც ანგარიშობ. ანუ ამ შემთხვევაში თუ კი საგადასახადო ახდენს გარკვეული ნორმის გამოყენების ასე ვთქვათ მოდელირებას, ეს მოდელირება უნდა მოახდინოს იმ ნორმებით, იმ პროცესუალური ასე ვთქვათ ინსტრუმენტებით, რომელიც გააჩნია მოდელირების მომენტში და არა იმ მომენტში, რომელ პერიოდსაც იგი ეხება. ანუ თუ ითქვის სიტყვაზე 2011-12 წელს უნდა გამოიყენოს, არა 2011 წელს არსებული ინსტრუმენტი, როგორც ძალიან სწორად იურისტებისთვის ეს ძალიან კარგად არის ცხადია ცნობილი, როდესაც საპროცესო ნორმის მიყენება ხდება იმ დროისთვის, რა დროსაც ხდება საპროცესო მოქმედების შესრულება და არა იმ დროისთვის, როდესაც დადგა ვთქვათ, რომელიც მატერიალურ შინაარსს განსაზღვრავს ამათი მოქმედების. უბრალოდ დავამატეთ, რომ აქაც გვაქვს დისკრიმინაციულ მიდგომასთან საკითხი, ვინაიდან ჩვენ ინფორმაცია გვაქვს და თვითონ მოეხსენება საგადასახადო ორგანოებს, რომ აღნიშნული, სწორედ აღნიშნული დავები აი ეს თემასთან დაკავშირებით, ტრანსპარენსითან დაკავშირებით, მათ გადაწყვეტილი აქვს სწორედ 126 მოფლით და არა 18 მოფლით შესაბამისად, აქაც ძალიან ესე ვთქვათ გაუგებარია ეს ორმაგი აი ეგ მართლა საკითხავია. ბევრი მათგანი, როდესაც შლამზე არ ცხავდა, მაქვს ინფორმაცია, რომ თვითონვე წუხდნენ, მაგრამ გვაქვს ის გვაქვს. მე არ მინდა თქვენ ვიღოთ, ხო? არა, თქვენს მერე გაჩერებ მე. პრინციპში შეიძლება. ეს ზუდა ზო მაინტერესებს ეს. ადამიანი საკმაოდ სერიოზი აქვს და თუ რა ვიცი ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება ვახსენეთ, როდესაც შეჩერების ადმინისტრაციული აქტების შეჩერებას პატიმრობასთან დაკავშირებით მოგახსენეთ. ციტირებას მოვახდინეთ ჩემო კოლეგამ და უბრალოდ წარმოვიდგენთ ეს გადაწყვეტილება უბრალოდ პროფესიונალურად. მოგეხსენებათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259 წლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები
მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს სამართლით მტკიცებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სულს წარმოუდგენლ საგამოძიებაში მიუთითოთ იმ ფაქტობრივი გარემოებების ნაწილზე, რომელსაც ემყარება ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და რომელზედაც 259 მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად სასამართლოს მოუწევს მსჯელობა და შესაბამისი დაშინების გაკეთება სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ასზე. სულს კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჯორჯიან მანგანეზის წარმოების პროცესი რას მოიცავს და მიუთითოთ, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მანგანუმის შემცველი მედლი მადნის მოპოვება, პირველი, შემდგომში მადნის გადამუშავება და მანგანუმის მაღალი შემცველობის კონცენტრატის მიღება და კონცენტრატის შემდგომი გადამუშავება და ფეროშენადრომთა მიღება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დავისაკაც არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ ფაქტს ადასტურებენ პროცესუალური მოწინააღმდეგეები 07.05.2015 წლის და 03.09.2015 წლის შემოწმების შუალედურ აქტებში, იხილეთ მეხუთე გვერდები და შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილ შესაგებელში იხილეთ 14.10.2015 წლის შემოსავლების სამსახურის შესაგებლის გვერდი 2. სადაც ნათქვამია, რომ შეფასებ ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას წარმოადგენს მანგანუმ შემცველი მადნის მოპოვება, სილიკომანგანუმის წარმოება, რეალიზაცია და ექსპორტი. როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ჯორჯიან მანგანეზის სრული საწარმოო ციკლი საწარმოო პროცესი მოიცავს 2 ციკლს და ეს პირველი არის უпроსტად რომ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში ხდება მედლი მადნის მოპოვება და მისი გარეცხო გამდიდრების პროცესი, სადაც მიიღება პროდუქტი მაღალი შემცველობის 35-38%-იანი კონცენტრატის სახით და ნარჩენები შუალედური პროდუქტის, აგროკონცენტრატის, კუდისა და შლამის სახით. უნდა აღნიშნოთ, რომ შლამი გარეცხვის შედეგად მიჰყვება წყალს და ჩადის მდინარე ყვირილაში, ხოლო შუალედური პროდუქტი, აგროკონცენტრატი, კუდები იყოფა სპეციალურად მისთვის გადამყოფილ ტერიტორიაზე. წარმოების მეორე ციკლი, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადრომთა ქარხანაში ხორციელდება, მოიცავს მანგანუმის გამდიდრებული კონცენტრატის შემდგომ გადამუშავებას მეტალურგიულ ღუმელებში და ფეროშენადრომების მიღებას. ანუ ზესტაფონის ფეროშენადრომთა ქარხანაში კონცენტრატის გადამუშავების შედეგად მიიღება საბოლოო პროდუქტი ფეროშენადრომების სახით და ნარჩენები წიდისა და ქარხნის ფილტრებში დაჭერილი მტვების სახით. წარმოების მეორე ციკლის ძირითად და ნარჩენ პროდუქტებს შორის იგივე პრინციპული განსხვავებაა, როგორც პირველი ციკლის ძირითად და ნარჩენ პროდუქტებს შორის. ანუ უნდა აღნიშნოს, რომ საწარმოს მიერ ხდება კომერციულად ღირებული ორი საბოლოო პროდუქტის, კერძოდ მანგანუმის კონცენტრატის და ფეროშენადრომების მიღება, რომელთაც გააჩნიათ კომერციული ღირებულება და იყიდება ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თავდაპირ პროდუქტებს, ნარჩენებს, როგორც არის შლამი, აგროკონცენტრატი, მტვერი, კუდი, წიდა და ამ შემდეგ არ გააჩნიათ კომერციული ღირებულება, არსებული ტექნოლოგიის, ინდუსტრიაში ჩამოყალიბებული პრაქტიკისა და არსებული ბაზრის პირობებში და წარმოადგენენ საწარმოო ნარჩენებს. ეხლა სულ შევეხოთ ბუღალტერული აღრიცხვის სტანდარტებს. კერძოდ ბუღალტერული აღრიცხვის სტანდარტებიდან და შიდა საბუღალტერო პოლიტიკიდან გამომდინარე, კომპანია მანგანუმის კონცენტრატს და ფეროშენადრომებს აღრიცხავს თავის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახავს, როგორც სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს. ხოლო ნარჩენებს, როგორც არის წიდა, მტვერი, კუდი და აგროკონცენტრატი, აღრიცხვა ხდება მხოლოდ რაოდენობრივად, ხოლო შლამების ბუღალტერული აღრიცხვა არ მიმდინარეობდა. ამასთან კონსერვატიული მიდგომიდან გამომდინარე, საგადასახადო მიზნებისათვის კომპანია ახდენდა გადინებული შლამის მიწოდებად შეფასებას და მიწოდების შესაბამის დაბეჭდას. სულს კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ საწარმოო პროცესთან დაკავშირებით შემოწმებელმა მიიჩნია, რომ ნარჩენი პროდუქტები საგადასახადო თვალსაზრისით უნდა შეფასებული იყო ძირითადი პროდუქტების ანალოგიურად. კერძოდ შემოწმებელმა კომპანიის საწარმოო პროცესში მიღებული ნარჩენები, წიდა, კუდი, შლამი და ასე შემდეგ
საბოლოო პროდუქტების, მანგანუმის კონცენტრატის და ფეროშენადნობების ანალოგიურად მიიჩნია სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად, ხოლო წყალს გაყოლილი შლამი სასაქონლო მატერიალურ ნარაგების მიწოდებად საბაზრო ფასებით. ამ აბსურდული შეფასების საფუძველზე კომპანიას დამატებით დაეწყა ძირითადი გადასახადები და სანქციები მოგებისა და დამატებული ღირებულებების გადასახადების განცდაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ შლამის გადინების მიწოდება და დანაკლისად შეფასება გულისხმობს სხვა ნარჩენების მსგავსად ჯერ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად მიიჩნევას და შემდგომ მათ მიწოდება თუ დანაკლისად აღიარებას. იმის გასაკვირად წარმოადგენს თუ არა საწარმოო ნარჩენების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, სულ შეგახსენოთ მოქმედი კანონმდებლობა თუ რას მიიჩნევს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მერვე მუხლის 22 ნაწილის მიხედვით, ვახდენ ციტირებას, სამოქალაქო მატერიალურ ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია ფასის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 155 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გადასახადის განაყრელი ვალდებულია სასაქონლო მატერიალურ ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივი დამუშავებული საქონელი მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. კერძოდ ნედლეული ან მასალები, რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისთვის ან საქონლის წარმოებისთვის და მომსახურების გაწევისთვის. სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ბაზების განმარტება ასეთად ემთხვევა საგადასახადო კოდექსის განმარტებას, კერძოდ მასში ბაზიური სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების მუხლი 6 ნათქვამია, რომ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობები არის ისეთი აქტივები, ამას უხსოვს, რომლებიც გათვალისწინებულია გასაყიდად ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში, მონაწილეობენ წარმოების პროცესში და ასევე გათვალისწინებულია გასაყიდად და წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისთვის ან მომსახურების გასაცემად. სასაქონლო მატერიალურ ფასეულობები, როგორც ნახეთ, წარმოადგენენ აქტივს, ხოლო ბუღალტერული აღრიცხვის სტრუქტურის საფუძვლების შესაბამისად კი აქტივი არის მატერიალური ან არამატერიალური ნივთი, სიკეთე, რომლის ფლობის განკარგვის უფლება პირის მიერ მიღებულია წარსულში მომხდარი სამეურნეო ოპერაციების შედეგად. ამაზე ბატონო ზურაბ განეკარგა ჩამოყალიბა და რომლისგანაც შემდგომში მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლობის მიღება, რაც გამოიხატება პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადის აღსების ან მათი ეკვივალენტის მიღებაში. ანუ რომ შევაჯამოთ და ვნახოთ თუ რას წარმოადგენს SMF, ვნახავთ რომ განახლებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობა არის მატერიალური და არამატერიალური ნივთი, ეს პირველი, რომელსაც პირი ფლობს განკარგავს წარსულში მომხდარი სამეურნეო ოპერაციების შედეგად. მესამე, რომლისგანაც მომავალში მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლობის მიღება, რაც გამოიხატება პირის მიერ პირდაპირ არაპირდაპირ ფულადის აღსების ან მათი ეკვივალენტის მიღებაში და მეოთხე, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობაში მოსახმარად, სხვა საქონლის საწარმოებლად, მომსახურების გასაცემად ან შემდგომი რეალიზაციისთვის. ანუ აშკარაა, რომ შეფასე ჯორჯია მანგანეზის წარმოების ციკლის შესაბამისად მიღებული ძირითადი პროდუქტების თუ ნარჩენების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად აღიარებისთვის თითოეული მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს ამ 4 პირობას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი პირობის არარსებობის შემთხვევაშიც არ შეიძლება, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ესა თუ ის საკანონმდებლო მივიჩნიოთ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად. ანუ იმის მიხედვით, რომ და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანოს ჯორჯია მანგანეზის მიერ წარმოებულ პროდუქტზე და შემდგომში ამ პროდუქტების წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენებზე აქვს გავრცელებული და დარიცხული შესაბამისი გადასახადები, იმის გამო რომ თითოეული მიჩნეულია სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად, განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე, ვინაიდან სასამართლოს თითოეულ პროდუქტზე მოუწევს მსჯელობა და იმის განსაზღვრა ეს კონკრეტული პროდუქტი წარმოადგენს თუ არა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, აი ჩვენს მიერ მითითებული კანონის
ანუ როგორც აღმოჩნდა, სასამართლოს მოუწევს თითოეულ პროდუქციას მსჯელობა და გასაზღვრა იმისი, რომ ეს თითოეული პროდუქტი წარმოადგენს ყველა სასამართლო ფასეულობას ჩვენს მიერ მითითებული ნორმების მოთხოვნებიდან გამოდის. მაგრამ ძირითადი პროდუქტები, კერძოდ მანგანუმის კონცენტრატი. მანგანუმის კონცენტრატი არის მანგანუმის მაღალი შემცველობის კონცენტრატი, 34-35%-ის მქონე, რომელიც წარმოადგენს ნივთს, რომელიც მიიღება ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში ნედლი მადნის გადამუშავების შედეგად. მანგანუმის კონცენტრატს კომპანია ფლობს, ანუ პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ახდენს მისი ნაწილის რეალიზაციას და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით იღებს ეკონომიკურ საიმედოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში მიღებული ძირითადი პროდუქტი მანგანუმის კონცენტრატის სახით წარმოადგენს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას და ასეთაც არის აღრიცხული ჯორჯია მანგანეზის მიერ თავის უღალატებულ დოკუმენტაციაში. ანუ ეს ოთხივე პირობა არის დაკმაყოფილებული მანგანუმის კონცენტრატის წარმოების შედეგად ამ პროდუქტის მიერ. მეორე, ფეროშენადრომები. იგივე ითქმის ფეროშენადრომებზეც, რომლებიც მიიღება ზესტაფონის ფეროშენადრომთა ქარხანაში კონცენტრატის გადამუშავების შედეგად. ფეროშენადრომები მანგანუმის კონცენტრატის მსგავსად წარმოადგენს ნივთს, რომლებსაც კომპანია ფლობს და ახდენს მისი ნაწილის რეალიზაციას და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით იღებს ეკონომიკურ საქმეს. შედეგად, როგორც ბატონოს აღნიშნა, მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულება არის უარყოფითი ან არამატერიალური მნიშვნელობის მქონე, რის გამოც დაუშვებელია ამ ნარჩენის სასაქონლო მატერიალურ ფასეულობა დაიღება. აღნიშნულს ადასტურებს აუდიტორული კომპანია ვიდეოს შეთანხმებული პროცედურების ანგარიში ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2012-2013 და 2014 ფინანსური წლებისთვის ჯორჯია მანგანეზის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი თავდაპირველი პროდუქტების ნეტო სარეალიზაციო ღირებულების გამოთვლის და ასე შემდეგ ეს დიდი სათაურებია დასკვნის. ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ შუალედურ პროდუქტს არ გააჩნია ღია ბაზარი, არ არის დადგენილი მისი საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება, რაც დასტურდება საერთაშორისო კომპანია მეტალ ბიულეტენის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ბაზრების კვლევით. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ შუალედური პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად აღიარებისთვის გათვალისწინებულ მესამე და მეოთხე პირობას. კერძოდ, მისგან მომავალში შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლის მიხედვით, რაც გამოიხატება პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადის აღწევის ან მათი ეკვივალენტის მიღებაში და იგი არ გამოიყენება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობაში მოსახლად, სხვა საქონლის საწარმოებლად, მომსახურების გასაწევად ან შემდგომი რეალიზაციისთვის. სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და მტკიცებულების შეფასების დროს ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საფუძვლად სხვა რაიმე მტკიცებულება პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. მეორე, აგროკონცენტრატი. ეს არის ნივთი, რომელიც წარმოადგენს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში კომპანიის მიერ მანგანუმის წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენს. კომპანიის მიერ მისი გადამუშავება შუალედური პროდუქტის მსგავსად ხდება წიაღის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის დეკრეტის საფუძველზე, მასით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად გარემოს დაცვითი მიზნებისთვის და მათი გადამუშავებისთვის საჭირო დანახარჯები აღემატება მათი გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატის სარეალიზაციო ღირებულებას. შედეგად მისი ნეტო სარეალიზაციო ღირებულებაც არის უარყოფითი და ან არამატერიალური მნიშვნელობის მქონე. ამასვე ადასტურებს, ამ ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ეს ვიდეოს დასკვნა, რომელზეც წერან შუალედური პროდუქციის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ აგროკონცენტრატს არ გააჩნია ღია ბაზარი და არ არის დადგენილი მისი საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება, რაც დასტურდება საერთაშორისო კომპანია ისევ მეტალ ბიულეტენის მიერ განხორციელებული საერთაშორისო კვლევების ანგარიშისა ბაზრების კვლევით. საერთაშორისო კომპანია მეტალ ბიულეტენის საერთაშორისო ბაზრების კვლევის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ღია ბაზარზე არ ხდება 25%-ზე ნაკლები მანგანუმის შემცველობის მქონე პროდუქტების გაკიდვა და
შესაბამისად, ეს დასკვნა ადასტურებს, რომ პროდუქტში მანგანუმის უბრალოდ არსებობა არ განსაზღვრავს მის ფასს. და ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2015 წლის 9 ნოემბრის დასკვნის მიხედვით აგროკონცენტრატში ემენის შემცველობა შეადგენს 4.9%. ესე იგი, ანუ როგორც მეტალბიულეტენის კვლევის შედეგად არის დადგენილი, 25%-ზე ნაკლები ემენის შემცველობის მქონე პროდუქტები ბაზარზე არ იქნება, ხოლო ამის შემცველობა არის 14.9%. ამავდროულად აღნიშნული დასკვნა დასტურია იმისა, რომ თვით საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული ანუ საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული დასკვნები გამოთვლებთან დაკავშირებით, კერძოდ აგროკონცენტრატში ემენის შემცველობასთან დაკავშირებით არის მცდარი და მითითებულია 15.91%, ნაცვლად 14.9%-ისა. ეს თუ დავაკვირდებით, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში პატივცემულო მოსამართლე თუ კი სრულად გავიზიარებთ თეორიულად, რა თქმა უნდა, საგადასახადოს მოსაზრებას და ჩავთვლით, რომ ეს პროდუქტი აგროკონცენტრატის სახით არის სემენტე და შესაბამისად ღირებულებაც მის პროდუქტის იანგარიშება მასში ემენის შემცველობის მიხედვით. შესაბამისად ის დარიცხული თანხები, რომელსაც საგადასახადო ახორციელებდა თავის ანგარიშში, ესე იგი გამომდინარეობს ემენის 15.91%-ის შემცველობიდან და რეალურად მისი შემცველობა არის 14.9%. ანუ თუ პირობითად მინიჭებული აქვს 1%-ზე შემცველობა ლარი, გამოდის რომ ნაცვლად 14.9% ლარისა მინიჭებული აქვს 15.91 ლარი. ეს დატვირთვა აქვს აი ამ შეფასებას, რომელზეც მე მივიხდები, კერძოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ აგროკონცენტრატი ვერ აკმაყოფილებს მისი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად აღიარებისთვის გათვალისწინებულ მესამე და მეოთხე პირობას, კერძოდ მისგან მომავალში შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლობის მიღება, რაც გამოიხატება პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების მიღებაში და იგი არ გამოიყენება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობაში მოსახვად. სხვა საქონლის საწარმოებლად მომსახურების გასაცემად ან შემდგომი რეალიზაციისთვის. აგროკონცენტრატთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ფაქტობრივი განმეორების დადგენისა და მტკიცებულების შეფასების დროს ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საპირწონედ მოწინავე მხარეს რაიმე სხვა მტკიცებულება არ აქვს წარდგენილი. რაც შეეხება კურსს, ხუთი არის ნივთი, რომელიც წარმოადგენს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში კომპანიის მიერ მანგანუმის წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენს. ხუთები საერთოდ არ ექვემდებარება გადამუშავებას ტექნოლოგიის არარსებობის, მასში დაბალი მანგანუმის შემცველობის და მცირე ფრაქციულობის გამო. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ ხუთების რაიმე სახით გამოყენების ფაქტებს არ ჰქონია წარსულში ადგილი, არ იგეგმება მომავალში და არც არ არის მიღებული სამთო და ფერო ინდუსტრიაში არსებული პრაქტიკაშიც. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორების მიერ მომზადებული 01.07.2015 წლის დასკვნა იხილეთ გვერდი ნომერი 2, ასევე აუდიტორული კომპანიების PricewaterhouseCoopers's იხილეთ გვერდი 5, 24.06.2015 წლის და UI საქართველოს იხილეთ გვერდი 11, 10.07.2015 წლის დასკვნები. ხუთს არ გააჩნია ღია ბაზარი და არ არის დადგენილი მისი საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება. რაც დასკვნდება საერთაშორისო კომპანია მეტალბიულეტენის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ბაზრების კვლევით, საერთაშორისო კომპანია Ryan Solutions მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ფასებით ფეროშენადრომებთან დაკავშირებით და საერთაშორისო კომპანია Metal Expert's ყოველთვიური ფასებით ფეროშენადრომებთან დაკავშირებით. საერთაშორისო კომპანია მეტალბიულეტენის საერთაშორისო ბაზრების კვლევის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ღია ბაზარზე არ ხდება 25%-ზე ნაკლები მანგანუმის შემცველობის მქონე პროდუქტების გაკიდვა და შესაბამისად ეს დასკვნა დასტურია იმის, რომ
ვერ მოხდებოდა კუდების რეალიზაცია და არ ხდება მისი რეალიზაცია საერთოდ ბაზარზე, ვინაიდან როგორც ზემოთ მოგახსენებთ, სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროს მიერ 2015 წლის 9 ნოემბერს მომზადდა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ კუჩი ემენის შემცველობა შეადგენს 15.28%. ამასთან მინდა აღნიშნო, რომ არ არის საქმეში რაიმე მტკიცებულობა წარმომდგენი, რომელიც ადასტურებდეს კომპანიის მიერ კუდების ოდესმე გასხვისების ფაქტს. შესაბამისად, კუდი ვერ აკმაყოფილებს მისი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად აღიარებისთვის გათვალისწინებულ მესამე და მეოთხე პირობას, კერძოდ მისგან მომავალში შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლობის მიღება, რაც გამოიხატება პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტის მიღებაში. და იგი არ გამოიყენება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობაში მოსახლეობად, სხვა საქონლის საწარმოებლად თუ მომსახურების გასაწევად, ან შემდგომში რეალიზაციისთვის. ასე რომ, ეს პირობა, რომელზეც მიუთითეთ და რომელსაც კანონი ითხოვს, 4 კუმულატიური პირობა უნდა არსებობდეს, აქედან 2 პირობა არ არსებობს. შესაბამისად, სერვიფით აღიარება ბუნებრივია მისი ვერაფერი. აი, კუდთან დაკავშირებით რაც მოგახსენებთ, იგივე მინდა გავაცხადო როგორც ეხუთარმეშვიდ პროდუქტთან მიმართებაში, რომ არანაირი სხვა მტკიცებულება ამის აფიქსირებული. როდესმე მოხდა ამის რეალიზაცია, რომ გააჩნია ღია ბაზარი, რომ როდესაც კომპანია იყენებს დამუშავებას, ამის მტკიცებულების საქმეში არ არის სხვა წარმოდგენილი. ასევე სულ ვისაუბროთ შლამზე. შლამი არის ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოსახშელის ქარხნებში ბადმის ან შუალედური პროდუქტის გარეცხვის შედეგად, რომელიც წარმოიშობა უკაცრავად გარეცხვის შედეგად. შეფასე ჯორჯია მანგანეზის ფლობელობაში არ იმყოფება შლამის უმეტესი ნაწილი, ვინაიდან საწარმოო თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლოა შლამის უმნიშვნელო ნარჩენები დარჩეს საწარმოოს ტერიტორიაზე არსებულ მილში, ხოლო უმეტესი ნაწილი ჩაედინება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ადგილობრივ რეგიონში. აღნიშნული ფაქტი დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ფაქტების კონსტატაციის შესახებ. შლამი როგორც საწარმოო ნარჩენი წარმოადგენს ნარეცხ ნივთიერებას, რომელიც ძირითადად შედგება რუჭკის, მიწის და სხვა მინარევებისგან და რომელშიც მანგანუმის მასიური წილი არის 9.15%. შლამის გრანულების ზომა შეადგენს 0.3 მმ-მდე. შლამის შემდგომი გადამუშავება მოსარჩელის მიერ არ განხორციელდება და არც როდესმე განხორციელებულა, შლამი შეიცავს მანგანუმის მცირეოდენობით და კომპანიის ტექნოლოგიური პროცესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუძლებელია მისი არა მხოლოდ გადამუშავება, არამედ დასაწყობება, წარმოებაში ჩართვა, გაყიდვა და სხვა ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შლამის რაიმე სახით გამოყენების ფაქტებს არ ქონია წარსულში ადგილი, არ იგეგმება მომავალში და არ არის მიღებული იგივე სამთო და ფერო ინდუსტრიაშიც. შლამი თავის სპეციფიკიდან გამომდინარე არ წარმოადგენს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას, რომელიც ზეგობებარება უღალატულად არ რიცხვას. შესაბამისად, ამ ნორმიდან გამომდინარე შლამი ვერ ჩაითვლება დანაკლისად. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ 1 ტონა შლამისთვის $1,000 ღირებულების მინიჭება და დანაკლისად განხილვა განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის კონსერვატიული განსაკუთრებული პოლიტიკის შედეგად. რაც არ ნიშნავს იმას, რომ შემოწმებელმა უნდა გაიზიაროს ეს მიდგომა და მით უმეტეს დაარიცხოს კომპანიას დამატებითი გადასახადი. აქვე მინდა გავაკეთო შემართი, რომ თუ კი პირობითად იზიარებს კომპანიის მიდგომას და 1 ტონა შლამს ანგარიშობს $1,000 და მიდგომას იზიარებს პირობითად საგადასახადო ორგანო, მაშინ თავისთავად თუ ამას იზიარებს, ფასიც უნდა გაეზიარებინა და არ უნდა მიეწერებინა ის ფასი, რაც მას მიუძღვნა. თეორიულად რომ გაეზიარებინა. ასე რომ, მიყენებული ფასი $1,000-გან საკმაოდ განსხვავდება და ეს არის ასტრონომიული ციფრი ამასთან შედარებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებს ადასტურებს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორების მიერ მომზადებული 01.07.2015 წლის დასკვნა იხილეთ გვერდი 1 და 2, ასევე სიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის 13.07.2015 წლის
იხილეთ გვერდი მეორე და მესამე და ფერდინანდ თელაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის 01/07/2015 წლის იხილეთ გვერდი მესამე და მეოთხე დასკვნები. ამავე ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად სულს აპელირება მოახდინოთ აუდიტორული კომპანიების PricewaterhouseCoopers's 24/06/2015 წლის იხილეთ გვერდი 7 და 8 და UI საქართველოს 10/07/2015 წლის იხილეთ გვერდი 10-11 დასკვნებს. შლამს არ გააჩნია ღია ბაზარები და არ არის დადგენილი მისი საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება, რაც ასევე დასტურდება საერთაშორისო კომპანია მეტალ ბიულეტენის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ბაზრების კვლევით, საერთაშორისო კომპანია რაიასნოუცის მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ფასებით ფეროშენადობებთან დაკავშირებით და საერთაშორისო კომპანია მეტალ ექსპერტის ყოველთვიური ფასებით ფეროშენადობებთან დაკავშირებით. კიდევ გავიმეორებ, რომ საერთაშორისო კომპანია მეტალ ბიულეტენის საერთაშორისო ბაზრების კვლევის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ღია ბაზარზე არ ხდება 25%-ზე ნაკლები მანგანუმის შემცველობის მქონე პროდუქტების გაყიდვა და შესაბამისად ეს დასკვნა და შესაბამისად სამხაროვის დასკვნა 2015 წლის 9 ნოემბრის ადასტურებს, რომ შლამში მანგანუმის შემცველობა შეადგენს 9.15%-ს, ანუ 25%-ზე ნაკლები და აქაც მინდა გავამახვილო ცნობილებაზე ყურადღება, რომ საგადასახადო ორგანოს მიხედვით შლამში მანგანუმის შემცველობა შეადგენს 13%-ს და არა 9.15%-ს, რაც დადასტურებულია, როგორც აღნიშნეს სამხაროვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა განაცხადო, რომ შლამი ვერ აკმაყოფილებს მისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობათა აღიარებისთვის აქ უკვე გათვალისწინებული მეორე, მესამე და მეოთხე პირობას, განსხვავებით წინა პროდუქტებისგან, რომელიც მესამე და მეოთხე პირობას ვერ აკმაყოფილებდნენ, ვინაიდან მეორე პირობაში, როგორც არის მითითებული და მოთხოვილი, კომპანია უნდა ფლობდეს ამ კონკრეტულ პროდუქტს. ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ, შლამი ჩაედინება მდინარეში და შესაბამისად კომპანიაც ამ პროდუქტს არ ფლობს და ანუ ერთ-ერთი კუმულატიური პირობა, რაც განაპირობებს პროდუქტის სემეთეთ აღიარებას, ამ შემთხვევაშიც არ არის დაკმაყოფილებული, ანუ მეორე, მესამე და მეოთხე პირობას შლამი ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად არასწორია გადამხდელის მიდგომა შლამთან დაკავშირებით, შლამის სემეთეთ აღიარებასთან დაკავშირებით. და ამავდროულად მინდა განაცხადო ისევ, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების თაობაზე, რასაც და ინფიცებულებების შესახებ, რასაც ჩვენ მიუთითებთ, იმის აპირწონეთ, არც შლამთან დაკავშირებით არ აქვს რაიმე წარმოდგენილი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარეს. ასევე სასამართლოს ყურადღებას მივამყრობთ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საკუთარი გათვლების ცდა და არასწორი ინფორმაციაზე დაფუძნების შედეგად კომპანიას შლამის ნაწილში ზედმეტად არასწორად და უკანონოდ დაერცხა 11.659.216 ლარი ძირითადი გადასახადის სახით. აღნიშნული ფაქტი დასტურდება კომპანია ბიდეოს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნითაც, კერძოდ შემოსავლების სამსახურის მიერ მატერიალური სახით სასამართლოში წარმოდგენილი საგადასახადო დარიცხვის ცხრილი და კომპანიის მიერ წარმოდგენილი იმავე ცხრილის ელექტრონული ვერსიის შედარებისა და გამოთვლების გადაანგარიშების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმავე პრინციპით ყურადღებას ვამახვილებ, დათვლილი რიცხვები განსხვავდება საგადასახადო დარიცხვის ცხრილში გამოთვლილი სუფთა მანგანუმის აბსოლუტური მაჩვენებლებისგან, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი დათვლების შესაბამისად შლამის კუთვნილი 2012-2013 წლების მოგების გადასახადის ძირითადი თანხის კორექტირება უნდა მოხდეს 3.38.913 ლარით, ხოლო 2012-2014 წლების დამატებული ღირებულების გადასახადის ძირითადი თანხის კორექტირება კი უნდა მოხდეს 8.610.303 ლარით. ეს არის კიდევ მეორე, მხოლოდ შემცველობის მიხედვით, რაც არის განსხვავება და იმ ცხრილების შედარება, რაც ჩვენს მიერ წარდგენილი იყო საგადასახადო ორგანოსთვის, რაც მათ გამოიყენეს და ჩვენც იგივე ცხრილებზე ცხრილების გამოყენებით ამ ჩვენ კი უბრალოდ ვიდეო შეადგინა ეს დასკვნა და მივიღეთ აი ეს ცნობილება, რასაც ზემოთ მოგახსენე.
მინდა ასევე შევეხოთ წიდას ერთ-ერთ ნარჩენს, კერძოდ და განაცხადოთ, წიდა არის ნივთი, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონის სფეროშენადროვთა ქარხანაში კომპანიის მიერ მანგანუმის კონცენტრატის წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორების მიერ მომზადებული 01.07.2015 წლის დასკვნა, იხილეთ გვერდი 2, ასევე აუდიტორული კომპანიების PricewaterhouseCoopers's 24.06.2015 წლის, იხილეთ გვერდი 6 და UI საქართველოს 10.07.2015 წლის იხილეთ გვერდი 11 დასკვნა. წიდას არ გააჩნია ღია ბაზარი და არ არის დადგენილი მისი სარეალიზაციო ღირებულება, რაც დასტურდება საერთაშორისო კომპანია Metal Bulletin-ის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ბაზრების კვლევით, საერთაშორისო კომპანია Ryan Stoltz-ის მიერ გამოყენებული ყოველდღიური ფასებით ფეროშენადროვებთან დაკავშირებით და საერთაშორისო კომპანია Metal Expert-ის ყოველდღიური ფასებით ფეროშენადროვებთან დაკავშირებით. საერთაშორისო კომპანია Metal Bulletin-ის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ბაზრების კვლევის ანგარიში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არ ხდება ბაზარზე 25%-ზე ნაკლები მანგანუმის შემცველობის მქონე პროდუქტების გაკიდვა და შესაბამისად ეს დასკვნა ადასტურებს, რომ პროდუქტებში მანგანუმის უბრალოდ არსებობა არ განსაზღვრავს მის ფასს და რომ მანგანუმის დაბალი შემცველობის პროდუქტები არ იყიდება ღია ბაზარზე. სამხაროური სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2015 წლის 9 ნოემბრის დასკვნა დასტურია იმისა, რომ წიდაში მანგანუმის შემცველობა არის 15.24%. ასევე უნდა აღინიშნოს პატუცემულ მოსამართლეო, რომ კომპანიის ისტორიაში არ მომხდარა წიდის კომერციული მიზნებით რეალიზაცია. კომპანიის მიერ მოხდა წიდის რეალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ სასაწყობო ფართის გამოთავისუფლების მიზნით. აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად წიდაში შემსხიდველის მიერ გადახდილი თანხას აღემატება კომპანიის მიერ მის ტრანსპორტირებაზე გაწეული დანახავში. ამ გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები წიდის შესყიდვისა და ტრანსპორტირების შესახებ. შესაბამისად, აშკარად იბეჭდება, რომ კომპანიას არ გააჩნია არანაირი კომერციული მოტივი და ვერ მიიღო ვერანაირი ფინანსური სარგებელი ამ ტრანზაქციის განხორციელების აზრით. მის ერთადერთად ძირითად მიზანს წარმოადგენდა საწარმოო ნარჩენის უტილიზაცია და მის მიერ დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლება. საქმეზე საქმეზე თანდათული ბუღალტერული დოკუმენტები დგინდება, რომ წლიდან წლამდე იზრდება წიდის ნაშთები პატუცემულ მოსამართლეო, არ ხდება მისი რეალიზაცია და ყოველივე ზემოაღნიშნული კი მოწმობს, რომ წიდა ვერ აკმაყოფილებს მისი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობა და აღიარებისთვის გათვალისწინებულ მესამე და მეოთხე პირობას. კერძოდ, მისგან მომავალში შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადის ახსნების ან მათი ეკვივალენტის მიღებაში. და იგი არ გამოიყენება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობაში მოსახმარად, სხვა საქონლის საწარმოებლად, მომსახურების გასაწევად ან შემდგომი რეალიზაციისთვის. იგივე სვიტყვი, როგორც სხვა პროდუქტებთან, რომ წიდასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და მტკიცებულების შეფასების დროს გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მიერ მიგითებული ფაქტობრივი გარემოების საპირწონედ სხვა რაიმე მტკიცებულება პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ გახდა. შევეხოთ ბოლო ნარჩენს, როგორც არის ტვერი. ტვერი გახლავთ ნივთი, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონის ფეროშენადროვთა ქარხანაში კომპანიის მიერ მანგანუმის კონცენტრატის წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენს. ტვერი არ ექვემდებარება გადამუშავებას და არ გააჩნია ღია ბაზარი და არ არის დადგენილი მისი საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება, რაც დასტურდება საერთაშორისო კომპანია Metal Bulletin-ის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ბაზრების კვლევით, საერთაშორისო კომპანია Ryan Stoltz-ის მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ფასებით ფეროშენადროვებთან დაკავშირებით და საერთაშორისო კომპანია Metal Expert-ის ყოველდღიური ფასებით ფეროშენადროვებთან დაკავშირებით. საერთაშორისო კომპანია Metal Bulletin-ის
საერთაშორისო ბაზების კვლევის ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ ღია ბაზარზე არ ხდება 25%-ზე ნაკლები მანგანუმის შემცველობის მქონე პროდუქტების გაკეთება და შესაბამისად ეს დასტურებს, რომ პროდუქტში მანგანუმის უბრალოდ არსებობა არ განსაზღვრავს მის ფასს და რომ მანგანუმის დაბალი შემცველობის პროდუქტები არ იყიდება ღია ბაზარზე. სამხაროური სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 9 ნოემბრის დასკვნა დასტურია იმისა, რომ ტვერში მანგანუმის შემადგენლობა არის 24.6%. ამასთან მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ საქმეში წარმოქმნილი საბუღალტრო დოკუმენტები, კერძოდ ცხრილები, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ არ არსებობს კომპანიის მხრიდან ტვერის გასყიდვის ფაქტები, შესაბამისად წლიდან წლამდე მუდამ იზრდება ტვერის ნაშთები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მოწმობს, რომ ტვერი ვერ აკმაყოფილებს მისი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად აღიარებისთვის გათვალისწინებულ მესამე და მეოთხე პირობას, რაზეც აღგამეორდება. ასევე მინდა გავამახვილო, რომ არც ამ ფაქტობრივი გარემოების აფიქსირებით არ არის რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის ტვერთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნარჩენები არ წარმოადგენს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას არც საგადასახადო კოდექსის სასამართლო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არც ამავე კოდექსის მე-22 ნაწილის თანახმად და არ წარმოადგენს ასევე მატერიალურ ფასეულობებს ფასიორის მიხედვით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ნარჩენი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობად აღიარება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის უხეშ დარღვევას. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო თანამშრომელთა უფასო კვების საკითხს. აქვე დავწერთ კონსტიტუციურ სამართლებს, რომ საგადასახადო ორგანო რატომაც მიუთითებდა, რომ უფასო კვება არადა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საქმეში წარმოდგენილი სპეციფიკური და წარმატებულად ჩავხედავთ, რომ თანამშრომელი კვება უფასოდ არ ხდებოდა ნაწილი თანხის დაფინანსება, თანხის გადახდა კვებაზე კომპანიის მიერ, ხოლო ნაწილი სიხდიდა თვითონ კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი. ასე რომ უფასოდ მათთვის ეს არ ყოფილა ეს საკვები მიწოდებული. რაც შეეხება უფასო კვებას, როგორც გითხარით, კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა კვებას საწარმოს ტერიტორიაზე, როგორც ჭიათურაში, ასევე ზესტაფონში. 2014 წლამდე ამას საკუთარი ძალებით ახორციელებდა და ახდებოდა ამ პროდუქტების ნაწილობრივ თვითონ დაფინანსებას, ხოლო ნაწილს იძლეოდა თანამშრომლების მიერ გადახდილი თანხებიდან. ხოლო 2014 წლის მერე კი იგივე ახორციელებს მესამე პირი, რომელსაც არანაირი დამოკიდებულება არ აქვს კომპანია ჯორჯია მანგანუმისთან, არ არის უთიერ დამოკიდებული პირი, ეს გახლავთ კომპანია პოპულეტური, რომელიც ახდენს კომპანიის თანამშრომლების კვებას და მინდა განვაცხადო, რომ კვება ხდება იგივე ფასებით, რა ფასებშიც აქამდე ახდენდა კვებას ჯორჯია მანგანუმისი. ანუ არანაირი განსხვავება ამ ფასებს შორის არ არის. ამის დასტურად საქმეში არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და ამას ვერადასტურებს აუდიტორული კომპანია EY საქართველოს 10.07.2015 წლის დასკვნა, იხილეთ გვერდები 17-19-მდე და აუდიტორული კომპანია პატრიოსის მიერ მომზადებული დასკვნა, იხილეთ მე-8 და მე-9 გვერდები. ასევე 2015 წლის 4 ნოემბრის წერილი, ჯორჯია მანგანუმისის წერილი თანამშრომლების კვების ფასთან დაკავშირებით. მიუხედავად ზემოთქმულისა, თანამშრომელთა უფასო კვებასთან დაკავშირებით შემოწმებელმა უსაფუძვლოდ გაიზიარა მათი საბაზრო ფასი და შედეგად კომპანიას განუსაცინააღმდეგო დამატებით დაეცა ძირითადი გადასახადები და სანქციები მოგებისა და დამატებული ღირებულებების გადასახადების ნაწილში. ეს რაც შეეხება კვების საკითხს. აქვე კიდევ ერთხელ სულს გავამახვილოთ ყურადღება, რომ ზემოწამოდგენილი დათვლების შესაბამისად 2015 წლის 7 მაისის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში წარმოდგენილი ცალკეული საკითხების მიხედვით
დამატებით დარეწული მოგების გადასახადისა და დამატებით დარეწული ჯარიმის თანხების ჯამი განსხვავდება შემოწმების აქტის შედეგობრივ ნაწილში წარმოდგენილი თანხებისგან. კერძოდ 2012 წლისთვის შემოწმების აქტის შედეგობრივ ნაწილში წარმოდგენილი დამატებით დარეწული მოგების გადასახადი შემოწმების აქტში წარმოდგენილი საკითხების მიხედვით დამატებით დარეწული მოგების გადასახადთან შედარებით მეტია 4.717.859 ლარით, ხოლო 2013 წლისთვის 8.066.051 ლარით. ამასთანავე შემოწმების აქტის შედეგობრივ ნაწილში წარმოდგენილი 2012-13 წლებში დარეწული ჯარიმა 6.391.955 ლარით მეტია იგივე შემოწმების აქტში წარმოდგენილი საკითხების მიხედვით დარეწულ ჯარიმასთან შედარებით. თუ დავუშვებთ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში წარმოდგენილი დამატებით დარეწული მოგების გადასახადის ცალკეული საკითხების ინფორმაცია არის სრული და სწორი, მაშინ ზემოთ განხილული სხვაობის შედეგად კომპანიის საგადასახადო ვალდებულება 2012-13 წლებში გაზრდილია ჯამურად 19.175.865 ლარით. აღნიშნულ ფაქტს მოწმობს აუდიტორული კომპანია BDO-ს დასვლა, რომელიც ჩვენ საქმეში გვაქვს წარმოდგენილი. ეს კიდევ მეორე 10-თან თუ ჩავთვალოთ, რომ აქ კომპანიის ციფრები ყველაფერი სწორია, აი ეს არის ის განსხვავება, რომელმაც გვაჩვენა, რომ 19.175.865 ლარი აქვს აი ამ ციფრებში მოცემული სხვაობის შედეგად ზედმეტად დადეწული ჩვენს მომავალს. მადლობთ. Thank you.